გზად წამალი შევხვდა და დავკრებავთ ცოტა. სამებიცის მოგობრებო, მოკლედ თომიკე დაახსენებია თოკოელი. დღეს წამოველით სალაშქროთ ისევ და ისევ ცოტა დიდი ხანი დაგჭირდა. ცოტა კარგი ხანი გავაკეთე რა პაუზა და ამისთვის ბოდიში და აი ეს ჩვენი საყვარელი ადგილი მოსულები მე და ელდარი. დღეს შევალამაზებთ ეს არის ჩელენჯი, ამ ქოხების დასრულება და რა დღეს კიდევ ცოტა ისინი გვაქვს ნივთები, საჭმელი და წყალი რა. მილეული ვაქვს ცოტა და ავიც დღეს ცეცხლსაც ავანთებთ. მარტო ასანთი გვაქვს წამოღებული, ასანთებათ რა და მოგესალმებით მეგობრებო, დღეს როგორც თონიკე მოგახსენათ, ისევ და ისევ წამოვედით აქ აი მოსასვლელი სადაც არის, აქ ბილიქს გავაკეთებთ, პატარა მოაჯირებს ეს წინა მეორე რომელიც დავდით მაგის დასასრულ როცა დავასრულეთ, მაგ დროს მომაფიქრდა ეგ აზრი, რომ პატარა მოაჯირებით გავაკეთებინა და დაბლა შვენიერი ბილიკი გავაკეთებინა. მაგას დღეს აუცილებლად გავაკეთებთ. ხოხს ხელში ავავლებთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ამინდები იყო. სეტყვაც იყო, წვიმაც იყო, ქარიც იყო. ცუდი ამინდები იყო და ნავი ხოხსაც ხელი შევლება უნდა, ამიტომ ჩაუჯექით. მაგარი წვიმები იყო. ძალიან ძლიერი და მაგარი სიარა. ორივე ხოხი. ცოტა რაღაცები მაინც ხელი შევლება უნდა, ამიტომ ჩაუჯექით, არ გამოტოვოთ არც ერთი სამი. წინ კარგი გეგმები გვაქვს ჩვენ, მე და თორნიკეს. აი ესენი გვაქვს მხოლოდ წამოღებული და ასანთი. ესეც პარკი და ელდარი შეშაზე წავიდა. ეს მოგაგროვეთ დღეს რა. ეხლა და ცოტა ცუდ მდგომარეობაშია რა, არ მიყვარს ეგეთი არეულობა. სად რა არის ვერავებ. და ან დღეს უნდა გავასუფთავოთ აქაურობა, აი რაც ბალახის პატარა ნატეხები არ მოიწონს რა და ბაზასაც ხელს შევავლებთ, მაგარ ბაზას გავაკეთებთ. ნუ უკვე ბაზას გავა, მაგრამ ჯერ თრათ დასრულებული არ არის. ჩანთა არ წამომიღია ჩემი სალაშქრო რა. იმაში ავი ყვარიც მაქვს და სხვა ასანთების საშუალებები რა, კარგი. და ახლა მარტო პარკით გვიწევს ანთება. ვეცდები რომ ერთი ასანთის ხელი დავანთო. კოცონიც კარგად თავადეთ. ესეც შეშა და აი ნახეთ როგორი ამინდია. ძალიან ღრუბლიანია, დილას ცოტა ეხლაც დილა, მაგრამ აი სანამ წამოვიდოდით ეს იყო რა. აი წამოწინწყლა ცოტათი. აუ შეიძლება იწვიმოს კიდეც სუსტად არ ვიცი. თუ იწვიმებს აი წვანეებს დავალაგებთ მაგლიდან რა და შემდეგ ხოხებს შევალთ რა და ძალიან აღარ დავსრულებით. ელარი იქ არის. ასაკეთებ. რა უნდა გააკეთო? ხო. ესეც შეშაც გვაქვს. ეხლა მალე
მაგარი თევზაობები უნდა გადავიღოთ, მეც იმათ. სავარაუდოდ ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება თევზაობა მაგარი ახალი ანკესით, რომელიც ვიზაც ჩემო და ვიცურად ჩემო გამომიგზავნეს და ამისთვის დიდი მადლობა. ვაკეთებ ახლა იმ ვიდეოს. ანკესი უკვე აწყობილი მაქვს, ისიც გადავიღე და შემდეგ ანკესის აწყობას დავამატებ იმას რა. თევზაობას რა. როგორც თევზაობთ ესა ან მე და ელდარი ვიქნებით და მამა ჩემი, ან მარტო მე და მამა ჩემი, აღარ ვიცი და მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ. ამ ვიდეოს მერე ალბათ სავარაუდოდ თევზაობა იქნება რა და მაგარი მომოვა. კარგ ამინდად შევარჩევ. არხზე უნდა ვითევზავ, იმიტომ რომ ჯერ ალაზანზე ისა ადიდებული იქნება, წვიმები იყო და ორი ალაზანზე დაჭერის შანსი ცოტა იქნება. აი ახზე კი სულ იჭირება, ოღონდ აი მოგეხსენება დიდი თევზები არა, მაგრამ ეხლა ახლა მწვიმები იყო, ადიდდა და შემოვიდა თევზი ეტყობა რა და შემოვიდოდა თევზია. ამის გამო შეიძლება დიდია შანსი რომ კაი დიდი თევზებიც დავიჭიროთ. კაჩხანა და ასე შემდეგ რა. ცეცხლიც მაგრად აინთო. და ეხლა მე აი მას გავასუფთავებ ელდა რა სიტყვა. მე კიდე აი ბილიკი რომ გავაკეთე მოაჯირებს და რაღაცებს. ნახეთ ცეცხლი რა კაია. რა კარგას აინთო. თან დღეს ცივი დღეა რაღაც. მარტში დიდი სიცხეები ქონდა და ახლა მთელი აპრილი წვიმს. ყოველ დღე რამის წვიმდა. ძალიან ცუდი ამინდები. ესეთ ყოლს ქონდა ერთხელ და ბევრი წვიმები. რამ ცოტა სიცხიანი დღეებიც იყო, მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ძალიან ცხელოდა. ასე 23 გრადუსი. ესეც ელდარის ხოხი შეგახედებთ ახლა ხოხებსაც. ესეც ჩემი. აი ეს მაგარია აი. აი იქ იყო. ეს ბაზისთვის აი იქ იყო და მოგვლიჯე წევანი. მაგრად გამოგვადგება რა ბაზისთვის იდეალური გეცან. კოცონი ჩაიწვა უკვე და ახლა დავალაგებთ და შემდეგ ბაზას უნდა მივხედოთ რა. ეს კარგი ხანი ინთება. ახლა ბაზას გავასუფთავებ. მეგობრებო, ახლა უნდა ისხოთ ეს ხოხებს უნდა შევავლოთ ხელი რა. ბაზა თითქმის დასრულებულია. აი, როცა გადავწყვეტავთ აქ მოსვლას რა, მაშინ დავამატებთ რაღაცებს, რაც დაგჭირდება და ამის მერე შეგვიძლია რომ უკვე გადავიღოთ რაც ჩვენ გვინდა რა, თევზაობები და ასე შემდეგ. ახლა ხოხებს მივალამაზებთ. შევხედავ რა უნდა რა არ უნდა. და ეგ დავამატებ იქაც და შემდეგ აქედან ვფიქრობ ელდა შენ რა სიტყვი აი აქედან მივალაგო ოჯახები
მიალაგე. ეხლა კი მასალებზე გავაშვები და დავიწყებ ამის ავსებას. აი ეს ერთი აქ დავდე და აი ეს იქნება შესასვლელი რა. მაგარი იქნება. იქიდან სულ ამოვავსებ. იქით ამ მხრიდანაც აი ეს ხეები უშლის, მაგრამ ეგეც ეხმარება რაღაცაში და ეხლა ამას გავყვები ბოლომდე. ესეთი იმეებით ჯოხებით და აი აქედან იქნება შესასვლელი და მე შევიდეთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. აი ესე დავიწყე ახლა და ეს ცოტა პატარა იყო და ქვეშიდან ეს შევდი. ვფიქრობ რომ კაი გამოდის. ახლა კიდე წავედი მასალებზე რა. აქ ძალიან ბევრი მასალებია. წინაზე დაგვრჩა. ელდარიმაც რაღაც ქოხი უნდა შეელამაზოს, ეს უნდა დატოვოს შესასვლელი და გვერდებიდან დაიწყოს ამოვსება. ესეც ესე დავდე. და ეხლა აი ეს ხარ დამრჩება რა. ამოსავსები ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოვა რა. უკვე უაზრობა იქნება და აი ამას რო შევავსებ სუნთელს რა გვერდიდანაც მე ჩაგერთვებით და ამას თუ ისეთი რამე არ მოხდა რა. ამის სხვა აზრია შევიცვალე და რაღაც. ამას მორჩები და აი ეს რო დამრჩება ამას უკვე გადავაკეთებ. ის დავასრული აი ეს ამინდა. აი იქ თვითონ მაგარი მასალების ადგილი რა, აი ეს ხავსიანები, რაც აქ გვჭირდება. აი ნუ ახლა არ გვინდა არც ისინი რა. ნედლები და არც მოჭრით. და აი ესე მივდივართ რა, ელდარი უკვე დაასრულა. დაასრულა საკმაოდ კარგი გამოვიდა. ახლა აი უკნიდან ჩემი აზრით არაფერი აღარ უნდა. ძალიან მაგარია რა და ახლა ბოლომდე რომ დავასრულებ აი ამებს. მე აი აქედან გამოვავსებ და ვსიო, მორჩო. მე შევალ და შეგინით და იქიდან გადავიღებ. ჯერ ვაფშე არ შევსრულა, ძალიან მაინტერესებს როგორია რა. ელდა, რას ფიქრობ, ეს დავტოვო? რა? აი ეს. ადგილი? იყო სინათლის პონჩი, ან ჰაერი შემოვიდეს მაგის პონჩი, რავი, კარგია იყოს მაგრე. ეგ არის? ცო. ეხა შედი და რავი, დაისვენე. ოკეი, ბრო. აი, დავასრულეთ ხოხი, ახლა დავათვალიერებინებთ. ესაც ელდარის, რომელიც საკმაოდ კარგია. უკვე რეკორდებს ამყარებს მაიმუნი. აი, მაგარი გამოვიდა და მე ერთად შევიდეთ შიგნით. ესეც უკნიდან. აბა შევიდეთ ახლა. არა ჩაკავსწორე
ორი ადამიანი რო დაწვეს ჩვეულებრივ დაეტევა რა. ძალიან მშვენიერია. ეხლა ის ჟაკეტს გავიფენ, ესე არ შეიძლება რა და შემდეგ ისე დავწვევი. საკმაოდ კარგია. ახლა მივთმევთ აი კექსებს. პანკეიკი რავი როგორც ეძახიან ხოლმე. ჩავიგრიალებთ. აბა ეს ნახოთ როგორია. დავწვევ. ატმისონია. არა, ფორთოხლის. რაღაც ეგეთი. ხო იცი უნდა მივაჭახუნოთ ეს. ჯერ წინ ბევრი დრო გვაქვს. აბა გაუმარჯოს დღევანდელ დღეს. შვენიერი დღე იყო, კარგი ქოხები ავაშენეთ, ნუ აშენებული იყო და რაღაც ვიზუალი დავამატეთ და შვენიერი იყო. ო, ეხლა დავგენ. არც არ ვიცი. შიგნით კრემიც აქვს. დატკბილეული ძალიან ნოყიერია. ახლა შინ ცოტა ხანი დავწვევი, ცოტა დავუშენებ და შემდეგ უკვე წავალთ. უკვე დრო ეხა თომიკენ. ასახავს ცეცხლს. მოდაასხას. ვიცი, გავიდა ეს. აიაფერს მოხდა გადაგებო. შეიძლება ცოტა პატრავი გამოვიდა, მაგრამ ვეთქვი რომ საკმაოდ საინტერესო რა, რაც გადავიღეთ, კარგი გადავიღეთ რა. არაფერი უაზრო არ გადავიღეთ. კარგად დავისვენეთ მედალდარი. რაც წყალი დაგვრჩა, დავასხი კოცონს. აი, ქოხები თუ არა ვიცი, საკმაოდ მოყოფილი ნახეთ რა, მაგარი გამოვიდა. მედალდარისიც. ნუ ახლა გამოცდილებაც გვაქვს თავისთავად რა. ხების აშენება. აბა მე ვინ აშენებს რო არა ქონდეს გამოცდილება. პირველ ჯერ ნელ-ნელა დავიწყეთ. ადრეც ვიყავით იუთუბერები, მაგრამ ცუდი რამ შეგვექცა ხოლმე დაილარის. ადღაც 1000 რაღაცა რამდენი ყავდა? მე 1178 ბოლოს როცა მე 2500 რაღაცა ყავდა ზუსტად რა და მაშინ რაღაცა მოხდა, ჩვენ რაღაცა დაემართა. ორივეს ერთდროულად მოხდა და აი ვინც ერკვევით და რა მოხდა, შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ და გითხრათ რა, არ ვიცით რა მოხდა რანაირად. ახლა გამომწე, ახლა ერთი 10000-ები უნდა ყავდეს რა და მეტი. რათა რამდენი ვიდეო უნდა გადაგვეყო, ბევრი გეგმები ქონდა, მაგრამ ამის გამო ცოტა თან დავნებდით, თან დავდარდიანდით და რა ვიცი, ახლა კიდევ ახლიდან ვიწყებთ და რა ვიცი. დახმარება გვჭირდება მე ელდარის 1000-მდე რო ავალთ, მერე იმის მერე მოვაყრით გათამაშებებს, ბევრ რაღაცა ვიდეოებს, გეიმინგებს. ახლა გეიმინგიც იქნება ცოტა ხანში და PUBG და რაც საინტერესოა და რაც ყველაზე ცნობილია და რასაც ყველაზე მეტად თამაშობენ ხოლმე სტრიმერები, იუთუბერები და ასე შემდეგ. მაგარი იქნება კიდევ რა შეიძლება სკულბოი. სკულბოი შეიძლება GTA 5, უბრალოდ ეგ ხა მომავალ GTA 5, PlayStation 5 და რაღაცები უნდა, დიდი კომპიუტერები, ხელა მეხსიერება უნდა, მაგრამ შენ ტელეფონს არა და არც შენსაც. ტელეფონში შანსი არ არის. ლეპტოპი გქნება ელდარისაც იმედი ხო? ლეპტოპიც მექნება და ახალი ტელეფონის და იმაში PUBG-ს მოვწყობთ მალე სტრიმებს და მალე ის ახალი მეებსაც ახალი კამერების გვექნება. კამერები ტელეფონები და რაღაცები. უფრო ხარისხიანი ის იქნება რა. კონტენტი ცოტა ხანში. და ამის გამო თქვენი დახმარება გვჭირდება და რაც უფრო დაგვეხმარებით, მით უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენ არას. და ამან ახამდის მომდევნო ვიდეომდე და ტკბილი ძილი.